ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, აბა როგორ ახართ? მოკლედ ანაბელმა დღეს ადრე დაიძინა და გადავწყვიტე რომ ჩავწერო თქვენთვის მომდევნო ვიდეო. დიდი სურვილი მაქვს. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება რა ვიყიდე. მე პირადად ძალიან მიყვარს ასეთი სახის ვიდეოები და ადრეცა მაქვს ჩემს ვიდეოებში ნათქვამი. შემიძლია ნებისმიერთან უყურო, თითქმის ნებისმიერ ადამიანთან ასეთი სახის ვიდეოს, რადგან ძალიან მაინტერესებს. უმეტესი ნაწილი ჩემი არხის მაყურებლების შედგება მანდილოსნებისგან და ვფიქრობ, რომ თქვენს გაინტერესებთ ასეთი სახის ვიდეო. მოკლედ რაღაცეები მჭირდება, როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვისათვის და მინდა ეხლა რომ წავიდე და ვიყიდო. გერმანიაში არსებობს ორი სახის მაღაზია, DM-ი და Rossmann-ი, რომელსაც გერმანელები დღოგეღის ეძახიან. ქართული შესატყვისი მართალი გითხრათ ამ სიტყვის არ ვიცი, მაგრამ რომ წარმოიდგინოთ უნივერმაგი, ყოველ შემთხვევაში ადრინდელი, ახლა არ ვიცი საქართველოში როგორია და რა ხდება, სადაც იყიდება სხვადასხვაგვარი თავის მოვლის საშუალებები, დაწყებული ქალისა და მამაკაცის მოვლის საშუალებებიდან დამთავრებული ჩვილი ბავშვის მოვლის საშუალებამდე. მჭირდება ისა თუ ის პატარა რაღაცეები და მინდა რომ დღეს შევიძინო. აუცილებლად თან წაგიყვანთ. გერმანიაში არ შეიძლება ესე რომ მაღაზიაში ადამიანებს გადაუღო ან მათი სახე დაფიქსირდეს და რამდენად შევძლებ იქ თვითონ მაღაზიაში გადაღებას ვერ გეტყვით, მაგრამ სახლში რომ მოვალ, აუცილებლად გაჩვენებთ ყველა იმ პროდუქტს, რომელსაც შევიძენ. ორივე მაღაზიები ჩვენთან სადღაც 5-7 წუთის მოცილებით მდებარეობს. ფეხით შემიძლია სულ რამოდენიმე წუთში მივიდე ამ მაღაზიაში და ვიყიდო ესა თუ ის პროდუქტი. მოკლედ ძალიან მიხარია. ეხლა წავედით, უკვე გავემზადე. ხო, ჩემი თმები გუშინ დავიბანე და მოკლედ აი ასეთი ტალღა თმები მაქვს მე, ვინც არ იცის. თუ კი სველი თმით, აი ესე პირსახოთ შემოხვეული, დავწვევი ღამით, თუ კი დავიბან თავს და დავწვევი ისე ლოგინში, აი დილით ესეთი ხვეული ტალღოვანი თმები მაქვს. ესე იგი, არ გეგონოთ რომ ეხლა მე დავიხვია ან რაღაცა. და საკმაოდ გაბუებული თმა მაქვს და ვისწორებ ხოლმე ამიტომ. საქართველოში რო ვიყავი, შევიჭერი თმები. ნუ, ამას მერე კიდე მოგიყვებით. მოკლედ წავედით ეხლა და თქვენც თან წაგიყვანთ. აბა დროებით. ჩემო კარგებო, ეს წუთია რაც სახლში შემოვედი და ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ ყველა ეს პროდუქტი, რაც შევიძინე. აბა დავიწყოთ. მოვიტანე აი ეს ორი დიდი ჩანთა. ჯერ ბავშვის რაღაცებს გაჩვენებ და მერე ჩემს რაღაცებს. ეს არის ქაღალდი, რომელიც ბავშვისთვის, როდესაც საფენს ვუცვლი მჭირდება. ბავშვის საკვებისთვის ბოთლი, რომელიც ძალიან მომეწონა, ნახეთ ვარდისფერებშია, ერთი არის მინის და მეორე არის პლასმასის. მომეწონა ძალიან გოგოს ფერებში იყო და წამოვიღე. რა თქმა უნდა, ბოთლები ჩვენ გვაქვს, მაგრამ აქამდე ჩვენს პატარას მხოლოდ საკმაოდ აი ესე წვრილ ვიწრო ბოთლებში ვასმევდით რძეს, რადგან პატარა იყო და ეხლა უკვე მალე 7 თვის ხდება. და აი ეს უფრო შედარებით ფართე საკვები ბოთლები უფრო კარგად მოვიხმარე. ერთი უკვე ვიყიდე და მოვსინჯე და ძალიან მომწონს, რადგან უფრო ადვილად იყრება ძის ფხვნილი შიგნით, რომელსაც ბავშვი სვამს, ვიდრე აი უფრო წვრილ ბოთლებში. ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს და მომეწონა. მეორესაც გაჩვენებთ. აი მეორე ასე გამოიყურება და ეს არის მინის. აი გესმით ალბათ,
ძალიან მომეწონა, ნახეთ. არ ვიცი, რამდენად აფიქსირებს კამერა. ხო, როგორც გითხარით, iPhone-ის დასამახსოვრებელი ბარათი სავსე მაქვს და ისევ ჩემი ძველი Samsung-ით ვიღებ. თუ კი რაიმე არ მოგეწონებათ, იცოდეთ, რომ ჩემი ძველი ტელეფონით ვიღებ აი ამ ვიდეოს. სტაფილოს, გოგრისა და სიმინძე დამზადებული აი ბურბუშელასტაკვარი. ნახოთ, ჯერ ეს არ გაუსინჯია და ვნახოთ თუ მოეწონება, მაგრამ ჯერ ვერ გავასინჯებ, რადგან აწერია 8 თვიდან და ჩვენი ჯერ 7 თვის ხდება 22-ში. ანუ ჯერ ვერ მივცემ, მაგრამ მაინც ვიყიდე. ჯერადი, ხალდის გასაწმენდი ან დასაბანი, როგორ გითხრათ, საშუალებები, რომელშიც არის 30 ცალი და ქაღალდივით არ იხევა, უფრო გამძლეა, მაგრამ ერთჯერადად რომ საფენის გამოცვლისას გავასუფთავო ბავშვი. ვერანაირ სველ ქაღალდებს ვერ მოვახმარ, უკვე რამდენი ხანია, რადგან ყველაფერზე უღიზიანდება ბავშვ საჯდომი და ყველაფერი ქვემოთ და ვერანაირად ვერ მოვახმართ სველ ქაღალდებს და ყოველთვის აი ამ ქაღალდის გასაწმენდი ტილოა, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ერთჯერადად გამოიყენება და თითო შეფუთვაში არის 30 ცალი. ვიყიდე 4 შეფუთვა და ეს კარგახანი გვეყოფა. არ აღიზიანებს კანს. ამას უბრალოდ დავასველებ თბილ წყალში და ისე ვასუფთავებთ ანაბელს დღის განმავლობაში და დღეში ერთხელ, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში ქვემოთ, რა თქმა უნდა, ვბანთ. აი ამ ხილის ფაფებს ძალიან კარგად ვხმარობ. და არანაირ შაქრის დანამატს არ შეიცავს, მხოლოდ ფრუქტოზას, ანუ რაც თვითონ ხილშია, ატამში და ვაშლში. ძალიან უყვარს ასეთი ხილის ფაფები და აი ფაფასთან ერთად მაგალითად მანანის ბურღულს რომ უკეთებ, ან სხვა ფაფას გაურევ ხოლმე და ძალიან მოსწონს, მაგრამ ეს ვარიანტი ჯერ არ მოგვისინჯავს და ვნახოთ როგორ მოეწონება. ასევე შევიძინე აი ასეთი სახის ფაფები, როგორც გითხარით, ძალიან მოსწონს ეს ფაფები. ეს არის მარტო მსხლისგან მსხალი დაბლენდერებული, რომ ჩვეულებრივ მანანის ბურღულში გაურიო ხოლმე, ან შეიძლება თეთრი იოგურტთან ერთად ვაძლევ, ძალიან უყვარს თეთრი იოგურტი. და კუჭის მოქმედებაში ძალიან ეხმარება, რადგან აი ეს ფაფები, კარტოფილის პიურე, სტაფილოს, კარტოფილის პიურე შერეული, საკმაოდ კრავს კუჭში ბავშვს და ძალიან ეხმარება აი ასეთი სახის ხილის ფაფები, როგორც გითხარით და უყვარს და მოსწონს. და არანაირ შაქრის დანამატებს არ შეიცავს ეს ხილის ფაფები. ასევე წამოვიღე ბოსტნეული, დაბლენდერებული ბოსტნეული. გერმანელები ჩვეულებრივად აჭმევენ ასეთ საჭმელს პატარებს. 5 თვიდან ჩვენ დავიწყეთ, ანუ როგორც ბოსტნეულის ფაფა, ასევე ხილის ფაფები, მაგრამ მე აი ამ გლესიანებს ეძახიან ამას გერმანელები. მინაში აი ესე დაფასოებული და დაკონსერვებული საჭმელი, მე ამას არ ვაჭმევ ყოველ დღე, მაგრამ როდესაც ვთქვათ, სადმე გვეჩქარება, ვიზიტი გვაქვს ექიმთან ან რაღაც უცებ უნდა ვაჭამო, აი მაშინ ხანდახან აი კარადაში თუ მაქვს ასეთი რაღაცა ძალიან ხელსაყრელია და არ უნდა დავიწყო ვთქვათ რაიმეს უცებ მომზადება, აქ უკვე გამზადებულია, მხოლოდ მიკროტალღურში გავაცხელებ, მივცემ და დროს ძალიან ვზოგავ ამით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება და არა ყოველ დღე, როგორც გითხარით, თორე ისე ახალ ფაფებს ვუმზადებ ყოველ დღე, ბიო ბოსტნეულზე დამზადებულ ფაფებს ვაძლევ და არა აი ამ ქილაში დიდი ხნის ჩადებულ საჭმელს, რა თქმა უნდა. ეს არის მანანის ბურღული, მხოლოდ და მაინტერესებდა და მინდა რომ გავასინჯო თუ მოეწონება. ბანანი, ანანასი და ვაშლი ქოქოსის რძეში. აბზექს მონად აწერია, ანუ 6 თვიდან. ნახოთ აბა როგორ მოეწონება, ეს ჯერ არ გაგვისინჯავს. წამოვიღე, ეხლა უკვე 6 თვიდან ბავშვმა უნდა დაიწყოს ჩაის დალევა. ჩაი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი შაქრის დანამატის გარეშე. მაქვს ისე 2 შეფუთვა ჩაი ადრე უყიდე და მოუტანე, ნუ ეხლა ვერ გაჩვენებთ. ეს არის გამზადებული ჩაი, ცივი ჩაი, ჩვეულებრივად შემიძლია პირდაპირ ბოთლში ჩაუსხა და მივცე. აბზექს მონად აწერია. და ესე იგი შეიცავს
ონეთ სუქად სუზაც არანაირი, ესე იგი, ყოველგვარი შაქრის დამატების გარეშე არის კენკრა, ვაშლი, ყურძენი და ჟოლო. და არის ასევე რკინის დანამატი, რომელიც აუცილებელია ბავშვებისთვის. ნახოთ აბა ბიო აპფელ mit roten Früchten. ესე იგი ბიო ვაშლი წითელი ხილითო. ნახეთ? ძალიან კარგად გამოიყურება. ხვალ გავასინჯებ, ნახოთ როგორ მოეწონება. არ შეიცავს არანაირ შაქარს, რა თქმა უნდა, და მე ჯერ ბავშვს შაქარს არ მივცემ და არ მინდა არც შაქარს და არც მარილს. უყიდე აი ესეთი მგონი უკვე კბილები ჭრის ქვემოთ აღრძილზე და ეს 3 დღეა წესიერად 12-ის ნახევრამდე არ იძინებს ხოლმე და ძალიან აფორიაქებულია და ძალიან ეკავება ღრძილები. ეს არის რომელსაც გერმანიაში Beißrings უწოდებენ, ანუ ჩასაკბეთში რეზინის სათამაშო, რომელიც რა თქმა უნდა გავრეცხო და შემდეგ დავდუღრო, როგორც აწერია და შეუძლია, ესე იგი, ამითი ღრძილები მოიქაოს და ამითი ითამაშოს. გვაქვს რამოდენიმე 4-5 წელი და ეს კიდე წამოვიღე, რადგან ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვატყობთ, რომ თითქოს ცოტა შესიებული ვითაც აქვს ქვედა ღრძილი და უკვე ორ კბილის ჩრდილს ხედავთ ქვემოთ და მოკლედ ძალიან აფორიაქებულია ეს დღეები ჩვენი პატარა ანაბელი და აი ეს კიდე წამოუღე. ხვალ გავურეცხავ, გამოუხარშავ და შემდეგ მივცემ. მაინც ახალი რაღაცები უხარია ხოლმე და ესეთ ფერში არ ქონდა, ჟირაფია. აქვს სპილოცის ფერში, აქვს ვარსკვლავი და სხვადასხვაგვარი, მაგრამ ასეთი არ ქონდა და კიდე წამოუღე. ხო იცით, მაინც დედის გული რა არის. აი ესეთი ხილის წვენები წამოუღე ასევე. ნახეთ. ეს მე ყოველთვის რო დავდივარ ასეთ მაღაზიებში, მინდა რომ ბავშვისთვის ყოველთვის ახალ-ახალი რაღაცები აღმოვაჩინო. სანამ პატარა იყო, გული მწყდებოდა ხოლმე ყველაფერს ან 5 თვე, ან 5 თვიდან, ან 6 თვიდან ეწერა და ეხლა უკვე 7 თვის ხდება ჩვენი პატარა და მოკლედ ძალიან მიხარია რომ თავის ასაკის შესაფერის რაღაცებს აღმოვაჩენ. ეს არის ასევე ხილის პიურე, ანუ დაბლინდერებული ხილი, რომელშიც რა თქმა უნდა არანაირი დამატებითი შაქარი არ არსებობს, გარდა ხილის შაქრისა, ფრუქტოზისა. ეს არის აპფელბირნე-შპინატ, ანუ ვაშლი, მსხალი და ისპანახით. ეს არის ტკბილი კარტოფილი, სტაფილო და გოგრა. ამაშია მანგო, ბანანი, ვაშლი, შვრით და რძით. აი ამაში და მესამეა ერბსე, ნიშნავს ქართულად რა არის ერბსე? მწვანეებს რო ხმარობენ მასში რა ქვია, ოლივიეში. გაროხი ქართულია? გაროხი, პასტინაკე და მსხალი. პასტინაკე ქართულად სამწუხაროდ არ ვიცი რა არის ესე. თეთრი სტაფილოს გვარია, ოღონდ თეთრია. მე მგონი ნიახურის ბოლქვია თუ არ ვცდები, ნუ არ ვიცი ქართული შესატყვისი და ამას ყველაფერს აწერია რომ 6 თვიდან შეიძლება. რა თქმა უნდა, ანაბელმა ჯერ არ იცის აი ამის დალევა, ჩვეულებრივად მოხსნით თავს და შეიძლება მოწრუპოს, მაგრამ მან ეს ჯერ არ იცის, რადგან ჭიქით დალევა მან ჯერ არ იცის და ეს კოვზით უნდა მივცე, რომ არსებობს რა თქმა უნდა გადაცდენის საშიშროება და მე თვითონ კოვს ესე დაუსხამ და უკვე რამოდენიმე გავასინჯე კიდეც და ძალიან მოეწონა და მეც რა თქმა უნდა მიხარია და დედის გული ძალიან კმაყოფილია. ნახეთ, ძალიან კარგებია. მოკლედ, ერთი ჩანთა დავაცარიელე წითელი, სადაც ბავშვის რაღაცეები მქონდა. ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდე ჩემთვის. ეს როსმანის ჟურნალი, ყოველთვის მომაქვს DM-დანაც და როსმანიდანაც, აი ეს თუ რა სიახლეები აქვს და რა ფასდაკლებები, აი ამ ჟურნალში წერია ყოველთვის და ამ ჟურნალის საშუალებით ვეცნობი ხოლმე სიახლეებს. ეს ჩვეულებრივი ქაღალდი ძალიან მიყვარს, როდესაც მაგიდაზე დევს და ცხვირის ერთჯერადი ქაღალდი, ხელი დამესვრება, ძალიან მიყვარს რომ მაქვს ყოველთვის მაგიდაზე. ეს არის გარნიეს ბიბი კრემი. არასოდეს არ მიხმარია ბიბი კრემი და ძალიან მინდა რომ მოვსინჯო და ვნახოთ როგორ მომეწონება. იყო შხაპის გელებზე ფასტა კლება. ეს არის ისანას შხაპის გელი, ძალიან კარგი სუნი აქვს, არის კენკრით და ვანილით. ძალიან კარგი სუნი აქვს. ასევე ეს ორქიდეის ისანას შხაპის გელი.
Palmolivesi ღირდა 99 ცენტი, ადრე ესენი 1 ევროზე მეტი ღირს და ეხლა 99 ცენტზე იყო ჩამოფასებული და ეს არის ქოქოსით. ძალიან მომეწონა, როდესაც სურნელი გაუსინჯე. Წამოვიღე ასევე შამპუნი, ჩემი ფრუქტისის შამპუნი, რომელსაც მოვიხმარ ხოლმე, რომელიც არის მაკადამია, ნუშის და იოიობა სეთზე დამზადებული, ეს ჩემი შამპუნია. Ყოველთვის ამას მოვიხმარ ხოლმე და აქამდე ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეც ფასტაკლებაში იყო. 2 ცალი წამოვიღე, რადგან ევრო და 85 ცენტი მივეცი თითოში, ისე თუ არ ვწდები 2 და რაღაც აღირს, 2 ევრო ნახევარი ღირს. მოკლედ მეფს მე უკვე კარგი ხანია რომ ვიღებავ როგორც იცით და წამოვიღე ასევე ფრუქტისის თმის ნიღაბი. მოკლედ დაზიანებულ თმას აცოცხლებსო და ვნახოთ. კარგი ხანია ფრუქტისის ნიღაბი აღარ გამომიყენებია. ისე ფრუქტისის ბალზამს ხმარობ, რა თქმა უნდა. ჩემ თმაზე თუ ბალზამი არ მოვიხმარე, მოკლედ კიდევ უფრო გაბუებულია. წამოვიღე ასევე საპონი, რომელიც არის ციმბზე და ვანილზე დამზადებული. მოკლედ ეს ძალიან კარგია ესეთი საპონი, ესეთი შეფუთებიდან ყოველთვის ვასხამ ხოლმე თავის საპნის პირველად შეფუთვაში და პლასტიკის გადაგდება არ გვიწევს ხოლმე ყოველ ჯერზე და მივესალმები ესე სამყარო მეგობრულ შეფუთვებს. დარიჩინის და ვანილის სურნელით არის 500 მილilitrიანი შეფუთვა. წამოვიღე ასევე 2 კბილის აბრეშუმი. ამ კბილის აბრეშუმებს ძალიან კარგად ხმარობ და 2 კი არა, უფრო სწორად მესამეც ყოფილა და წამოვიღე ასევე სხვადასხვა გვარი სახის ნიღბები. ძალიან მიყვარს სახის ნიღბები. ყოველთვის ვყიდულობ და ყოველთვის მაქვს მარაგში, მაგრამ სულ მავიწყდება რომ გავიკეთო. ვინ ხართ ასე ჩემსავით? ეს არის C ვიტამინის ნიღაბი, რომელიც სახეს სინოტივეს აძლევს და არის ვეგანური, არანაირ ცხოველურ დანამატებს არ შეიცავს და ეს არის 4-ვე, მოკლედ კილოს ნიღაბი, რომელიც სახეზე უნდა დაიფინოთ და არანაირი წასმა არ გჭირდებათ და სადღაც 9 საათის შემდეგ, როდესაც სისველე, რომელიც ამ ტილოზეა, თვითონ ტილოშია გაჟღენთილი, რომ შეგაშებათ, უნდა ჩამოიღოთ, უბრალოდ მოიცილოთ შემდეგ ეს ტუხი. ყოველთვის მარაგში მაქვს ესეთი სახის ნიღბები, მაგრამ ყოველთვის მავიწყდება რომ გავიკეთო. ვინ ხართ ასე დაწერეთ აუცილებლად კომენტარებში. და ბოლოს ეს საღეჭი რეზინა. მართალი გითხრათ, მე ასეთ საღეჭ რეზინებს ადრე არ ვღეჭავდი, ყოველთვის მიყვარს პიტნის საღეჭი რეზინები, მაგრამ ორსულობის პერიოდში პიტნის საღეჭ რეზინას ვერ ვღეჭავდი, რადგან ჩემი გემოს რეცეპტორები სულ სხვანაირი გახდა და შეიცვალა და ვცდილობდი რომ რაიმე ისეთი რბილი საღეჭი რეზინას მიმეგნო და ანდრიასმა მომიტანა ერთხელ აი ასეთი, ეს არის სახარინზე დამზადებული, შაქარს არც ეს არ შეიცავს, მაგრამ არის ბავშვებისთვის, აწერია for kids და იმდენად შემიყვარდა ეს საღეჭი რეზინი ფეხმძიმობაში, ეხლაც ხანდახან სიამოვნებით ვღეჭავ ხოლმე, ასე რომ ვინც ასე ხართ ფეხმძიმობაში რაღაცები მოიხმარდით და დღემდე გიყვართ, დაწერეთ აუცილებლად ასევე კომენტარებში და მოკლედ ჩემი მეორე ჩანთაც დაცარიელ და მოკლედ სულ ეს იყო ჩემო კარგებო. ძალიან ქაოსია ირგვლივ და ყველაფერი უნდა შევინახო ახლა კარადაში და თავის ადგილი მიუჩინო ყველაფერს. ხო მართლა სულ მავიწყდებოდა რომ მეთქვა ამ ყველაფერში გადავიხადე 49 ევრო და 79 ცენტი. აი ეს არის ჩეკი. და შემიძლია გაჩვენოთ. აი აქ წერია ფასი. და ძალიან მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა საქართველოში აი ამდენი რამის შეძენა 50 ლარად. ძალიან მაინტერესებს. დაწერეთ კომენტარებში. მე კი დღეს აქ დაგემშვიდობებით. რამდენად მოგწონთ ასეთი სახის ვიდეოები, დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში. მიხარია რომ ანაბელის ცილში მე ამ ვიდეოს გადაღება შევძელი და მოვასწარი. მე აქ მინდა დაგემშვიდობოთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა.